Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. აი ჩვენ ვიყურებით ისრაელში, კერძოდ იუდეას უდაბნოში შემოკარგებულ ძალიან საინტერესო ადგილია. ძალიან მაგარი ცხელა ახლა აქ შემოკარგებულ თქვენ ვერ წარმოგიდგენთ რა დონის ცხეა. 2 წელი დავჯორაგე. თან ახლა ქარიც ამოვარდა ცხელი ქარიც და კამერაც ისე მიკავია რომ არ წაიღოს ქარმა. თან რო დამეორდეს გამიტყდება თავისთავად თქვენი ცით, მაგრამ ძალიან მაგრად გიზრდით ეს არის იუდეას უდაბნო თქვენ უკვე ხედავთ ეს აქეთ მოაბის ველები რო იწოდეთ მოაბის ველები ანუ ღევანდელი იორდანის ტერიტორიას უძახიან რუთი მოაბილი თქვენი ცით და აი აქედან წამოვიდნენ ამ ველებით და შემოვიდნენ და აქედან შედიან უკვე ადიან ბეთლემში და შემდეგ უკვე იერუსალიმში შემოვიდნენ აი ეს გზა უნდა გაევლოთ მათ და საერთოდ იერუსალიმში ასასვლელის გზა ეს გზაა შემოგარგებო ამ გზით გადის ეს გზა და ძალიან რთული გზა ეს უდაბნოს გზაა შემოგარგებო რომელიც და აქ ახლოს მდინარე იორდანიც აქ მხარე იორდანი აქ მხარესა უბრალოდ მდინარე იორდანი აქ მხარესა ძალიან რთული ადგილია შემოგარგებო აქ ნებისმიერ მოგზაურისათვის რომ აქ არის ახლობით 25 წლები 40 გრადუსი სიცხე იქეთ მე გაჩვენ აკრემები ხავს და ქარავანის აკრემებიც არის ალბათ და მე ახლა მინდა დრონი გაჩვენ, დრონი გადავამოვიდო კადრები, თუ რა თქმა უნდა შიგნით არ მომწეს უბრალოდ კარობის დასწავლია. დღეს შემოგარგებოთ თქვენს რომ ყველა იკრიბება დღეს შემოდის კარობის დასწავლი ისრაელში. ეს არის მე-7 საუფრო დღესასწაული, რომელიც არის საშემოდგომო დღესასწაული და რომელიც მოწმობს 1000-წლიან იესო ქრისტეს გამეფებას დედამიწაზე და ჩვენ მისი მოლოდინი ვართ. მაგრამ როგორც პავლე ამბობს, ეს არის აჩრდილი სახე მომავლისა, ზუსტად რაც უფრო აჩრდილი ახლოს არის, როგორ ხარიც აჩრდილი ახლოს, როცა ის მოახლოვდება. რაც კი უფრო ადრე მოახლოვდება დრო იესოს მოსვლის, ჩვენ როცა აღვნიშნავთ მის დღესასწაულებს, ჩვენ უფრო კაფიოდ და მკვეთრად ვინახავთ სურათს თუ როგორი უნდა იყოს ის 1000-წლიანი მეფობა. ამიტომ ჩვენ ერთად აღვნიშნოთ ეს დღესასწაული, რადგან ეს არის არა მარტო ებრაელის დღესასწაული, არა მარტო ქრისტიანების დღესასწაული, არამედ ეს არის საუფრო დღესასწაული, რადგან იესო ქრისტეს თავად ღმერთი ამბობს, ეს არის ჩემი დღესასწაული, მოაგიმ, რომელიც უნდა იზეიმოთ ჩვენთვის დანიშნულ დღეს. ანუ მე როდესაც დაგინიშნე, ამ დროს უნდა იზეიმოთ თქვენ ეს დღესასწაული. და ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი ავტობუსი მოდის აქ, ძალიან ის არის. მრავალი ხალხი მოდის, თუმცა დღეს აქ დიდი გრანდიოზული ფესტივალი იქნება, კადრებს აუცილებლად გაჩვენოთ ამ ყველაფრისა, ამე ბედული, მაგრამ მანამდე სანამ შორს დაიწყება, მინდა დრონით გაჩვენოთ რაღაცები, გადავიღო და ამიტომ ნახოთ როგორი იქნება იმედია გამოვა ყველაფერი კარგად მეცის აშას ვიყურეთ გაგრძელება იქნება დანარჩენებს უკვე იერუსალიმში ვილაპარაკებ ჩვენ ნეგევის უდაბნო ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და მართლაც მრავალ საინტერესო ფაქტს ინახავს. ეს არის ისრაელის უდიდესი ნაწილი. ნეგევის ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 55%, ან უფრო მეტსაც მოიცავს. თუმცა იქ ისრაელის მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს. სახელწოდება ნეგევი ებრაული სიტყვიდან მომდინარეობს და მშრალს ნიშნავს. საინტერესოა, რომ ბიბლიაში სიტყვა ნეგევი ხშირად სამხრეთის მიმართულების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ნეგევი უჭიროთ არის დაკავშირებული ბიბლიურ პატრიარქი აბრაამის ცხოვრებასთან. ღმერთის მოწოდების შემდეგ აბრაამი ხშირად მოგზაურობდა ცხოვრობდა ამ ტერიტორიაზე, გასაკვირად ბერშევას მიდამოებში. სწორედ აქ დასახლდა ის ეგვიპტედან დაბრუნების შემდეგ. ებრაულ ბიბლიაში სიტყვა ნეგევი ხშირად მიუთითებს არა მხოლოდ გეოგრაფიულ რეგიონზე, არამედ უბრალოდ სამხრეთის მიმართულებაზე. ვინაიდან ის იუდეას მთიან მხარის სამხრეთ მდებარეობდა. ქანაანის ქვეყნის დასასრულად 12 მზვერავი მოსემ სწორედ ნეგევის სამხრეთიდან გაგზავნა, რათა მათ ჩრდილოეთით ევლიოთ და შეაფასებინათ მიწა და იქ მცხოვრები ხალხი. აღთქმული მიწის დაპყრობის შემდეგ ნეგევის რეგიონი წილად ერგო ისრაელის ტომებს, კერძოდ იუდეასა და სვიმეონის ტომებს. ფსალმ 126 მეოთხე მოხში არის მინიშნება ნეგევის მშრალ ბუნებაზე. დააბრუნე უფალო ჩვენი ტყვეები, როგორც ნეგევის ნაკადულები. ეს გამოთქმა გულისხმობს, რომ მშრალი ხეობები ნეგევში მოულოდნელად ივსებოდა წყლით, ძლიერი წვიმის შედეგად, რაც სიმბოლოა მოულოდნელი და უფლისწულებისა.
ნეგევი ბიბლიურ ეპოქის განმავლობაში იყო ნახევრად უდაბნო და სანცხევსო რეგიონი, სადაც ცხოვრობდნენ მომთაბარე ტომები, მათ შორის ამალეკელები. ის წარმოადგენდა მნიშვნელოვან ბუფერულ ზონას და სავაჭრო მარშრუტს ისრაელსა და ეგვიპტეს შორის. ჩემს ხედავთ ეს მთვარენვარის ის ამის უკანეცება იორდანი Parispa რომელიც ყოფს ამაზე აკარეს. რითია ცნობილი პოეტი. ნახეთ როგორ უდაბნოა. ეს არის ბედუინების ქვეყანა ისრაელში შემოგარდნილო. ეს არის ის მომენტი, სადაც კარობის დღესასწაულების ცნება, რომელიც საერთოდ სუკოთის დღესასწაულზე ყველაზე კარგად აღიქმება აქ. ამ თაში ხდება ადამიანი ამ თემში ხდება ადამიანი კარობის დღესასწაულს დამთვლილავს თუ რას ნიშნავდა ის, რატო იყო ის დღესასწაული ასე მნიშვნელოვანი ჩემოკარგება, რომელიც მიუთითებს ატაციაბებს თქვენთვის, რომ დღეს უკვე საღამოს შემოდის კარობის დღესასწაული და ებრაელები ვამბობ ხაგ სუკოთ სამეა, რაც ნიშნავს ბედნიერი სუკოთის დღესასწაულის კიდევ ძალიან მოროდ მიდოდა ეს სილამაზე მეჩვენებია აკრო როგორ ოქროს პერაკა მოკლია ეს თვარეთ ისიც ყველაფერიც და ავიც თვარეთ თუ ჩა ძალიან მაგრაჩო ამერა თუ აღიქვა ეს ეგ არ ვიცი ვერ ასე შემოგარდა რომელიც თუ ძალიან მაგარი დღესასწაული ძალიან მისტიური დღესასწაულია კარობის დღესასწაული ეს არის მეშვიდე საუკუნის დღესასწაული და მაშასე ჩვენ ვიწყებთ და შევდივართ მეშვიდე საუკუნის დღესასწაულში რომელსაც ქვია სუკოთ ანუ კარობის დღესასწაული რომელსაც იესო ქრისტე აღდგა იერუსალიმში აქედან ებრაელები ყველა ავიგეს იერუსალიმში იწყება იერუსალიმში ასვლა და ზუსტად დღეს როდესაც არის მოშანა რაბა თუ ამაზე ვილაპარაკებთ მოშანა რაბა რასაც ასე ვილაპარაკებთ შვინი აცერეთ ასე ვილაპარაკებთ სიმხატ თორა ასე ყველას ამას ვილსაუბრობ ჩვენ რა თქმა უნდა რადგან ჩვენ ვიმყოფებით ჩვენ ისრაელში რომელიც არის ღმერთის აღქმისა ჩვენი ერისათვის ჩვენი ებრაელი ერისათვის ამიტომ შემოგაგებო არ გამოტოვოთ ჩვენი არხი აუცილებლად გამოიცემეთ ჩვენი YouTube არხი რათა არ გამოტოვოთ საინტერესო ვიდეო თემები რომელიც იქნება ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ასევე იქნება ძალიან სხვა თემებიც ისრაელთან დაკავშირებით ის ბიბლიური ადგილები რომელზეც ჩვენ მივალ-წავალთ და ვიქნებით და გაჩვენებთ ამას ყველაფერს ასე რომ არ გამოტოვოთ შემომეგობრებო ეს ყველაფერი რადგანაც წინ თქვენ გელოდებათ ეს ყველაფერი აი просто რო გაჩვენოთ რამხელა მასშტაბი აქ მინდა აი ჩავამბობ ამას და მინდა გაჩვენოთ ეს ყველაფერი რა მასშტაბებზე არის
sing it together. Praise the Lord, oh my soul. Praise